მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავიღებთ რეაქტების მეორე ნაწილს, მეორე ეპიზოდს. ჩვენ ექსპერტთან ერთად, ფლეშასთან ერთად, მიესალმე ფლეშა. სალამი მეგობრებო, სალამი, როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ. ფლეშა არის ექსპერტი და ასევე არის ძალიან კრიტიკოსი და დღეს ნახოთ როგორ კრიტიკას გამოიწვევს დღევანდელი ტრეკები. დღეს გვექნება ორი უცნობი რეპერის ტრეკი და ერთი ცნობილი რეპერის ტრეკი. და მოდი დავიწყოთ, ხო ფლეშ, აღარ გავწევოთ. დიახ, მე როგორც ფრანგი ექსპერტი, საფრანგეთში დავდიოდი კურსებზე. დიახ. შევისწავლე ეს მუსიკა, რეპერობა და ყველაფერი. დიახ. ხო, ანუ ამ სფეროზე გავიზარდი. ხო, კაცი. კაი, დავიწყოთ მოდი. დავიდა. მოკლედ მეგობრებო, პირველი ტრეკი არის გიასონას Respect-ი. კლიპიანი ტრეკია, ეს ბიჭი არის 18 წლის და გვაქვს 4 წუთი. შენ ფიქრობ ფლეშ, როგორი იქნება? ინტრიგა არის. ინტრიგა ნამდვილად არის. ეხა დავიწყოთ აბა მაშინ. სახელიდან გამომდინარე, იმედია მართლა რესპექტული რესპექტს გამოიწვევს ჩვენგან ალბათ. ნახოთ აბა. რა თქმა უნდა. დავიწყოთ. ოპა, დაიძაბა. მინურეთს. Podzma. Easy ზოგადად და ვაკრესპექტი ესლება მაღლავინ მიხურებ და ზემოდან დღეს დაბლა იხედება სიტყვის ნუის ეს მომეჩვენა თუ ხმა ჩაუწყდა. აცა. და ვაკრესპექტი ესლება მაღლავინ მიხურებ და ზემოდან დღეს დაბლა იხედება სიტყვის ნუის ვიაკ ფას სიტყვის უჭირავს. ნუ გაწმიგებით გაზე მიწა ჩქარაგის ამას ბლარს დავადე თორე. დავედება ბანი. რაცუდი მიქსინგ მასტერინგი არა. შეიძლება ჯოკი, მაგრამ ოპერატორს კაი ნამუშევარი აქვს. მე უფრო ჯერ ოპერატორს ნამუშევარსაც ანალოგიურად ყურადღებას ვაქცევ და ხო. ოპერატორის ნამუშევარი მართლა ჯერჯერობით კარგია. ოპერატორი კარგია. მუსიკა ეხა შეყავს, ნენელა შეყავს. შეიძლება ხო, ესე იწყება რა და მაგიტო ისმის ესეთ დაბახ, მაგრამ თლიანად ესე თუ გააგზავნოთ და მიქსინგ მასტერინგი იქნება შესაძლებელი უცლებოდ რომ ცოტა ხმას აიწიოს რა. თვითონ რეპერის და არა იმის მუსიკის. მივხვდი, ფონზე რო ხო, იმიტომ რომ არ მისმის რა, ვაფშე არ მისმის. კაი, დავიწყოთ აბა. მაური ძველის გამები დაბლავზე მერია ხალგადა ვიდრე ბანკებში სიცხები მე ჩემი თვალით ნახი ამიტომ ვარ ასე მკაცრი შენი სრითი ფილმია ჩვენი კი იყოს ფაქტები სამყაროში ხელები მეყინებოდა გზესვეთობდი და სუფილტრავდი ფიქრებს ვერვალ არა, აშკარად ესია და საშინელება მიქსინგ მასტერინგი მე მაინტერესებს. მასტერინგი თუ წერია, ვისი გაკეთებულია. შეიძლება თვითონ გააკეთა. ნუ კაი, მაგას დამოღავებ რა პრაქტიკის საკითხი როგორც წინა ვიდეოში ვთქვი. კაი, გავაგზავნოთ. ვინებდი მიჩის მეზობლები ჭორა ოლენეთ ბიჭი გაგიჟდება წადადო და მე გიშიგზაზე გავიჭი მე ბავშვობიდან მისწავლია ბევრი მტელი გეყოლება როცა ახარნო უბადი ყველას უნდა შედარება შენ ლაპარაკობდი ფიუჩერზე მე ვამზადებდი დღევანდელ და დღევანდელმა მომცა ის რაც გუში გავყიდე არ ვარ ანგელოზი და შედება მეფთები თუ მიწამუნდა მე მიღავს მიმიღებს ფეხები წინ შევდრების თანა მაქორწყეს წყალს მაგრამ აქ უნდა გასაგდა გასლანგა ის კომანი მაგზე ფაქსი დღეს ვარჩუმად შერასით მე იმედი მაქვს მოიტანს ჯერ. მეც ეგეთი იმედი მაქვს და მოსულეთ ჯერ. ტექსტი რაც მისმის რა. აი როგორი შთაბეჭდილება მაქვს ისი. გეგონება ხელოვნური ინტელექტით დაწერილი იყოს რა. აი რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება. თვითონ ტექსტი თუ გახმოვანებაზე იძახით. არა, ტექსტი. თვითონ აი ანუ რაღაც ეგეთი ვარ. რატო არა? უკვე ისეთი დრო მოვიდა რომ ხელოვნური არა თუ ადამიანის დაწერილიც არის? ხო არა, ეს თუ მართლა ადამიანის დაწერილია, იზრინის მო. მაგრამ რაღაცა ეგეთი ვაიბი მოიტანა რა. ნუ გავაგზავნოთ ხო?
გავაგრძელოთ. თუ არაფერი არ. კამერაზე რა სიტყვი შენი იმაზე ვიდეოებს? რაც ოპერატორზე ოპერატორს მართლა აი ნამუშევარი აქვს, პროსტა ეს ნიღბები ფონზე ერთი გოგო მაინც რო ყოფილიყო, ან ორი გოგო, ვაფშე კაი ვიდეო იქნებოდა თვალში მოსახვედრად. კი, მართალი. თან ისეთი ვიდეო Blu-ray მარტო არაფერზე არ გიწევს, რომ რამე იყოს. განათება კაია, მონტაჟი კაია. მაგრამ შუმატას ყაურას ვაკეთებს სულზე როლა პარაკოფი მითომ შოუ გაგროვებ და უკიდები შორტკატ ციკლებს ახალგაზრდას მიცავედი მციმეგზაზე მციმეგზამ დაგიტოვა მართალი სახე თვანკაცები დანარჩენი ცოტა ხანი ჯასტი ლამა სიტყვა დამიდიან აგლი კამბეკები ბრუნდებიან მე არ მაქვს რომ მესიჯებზე მომწერი საქმე აბარაკენი საითხარ არ ვწყვირი და სვიტიდან ამიჯერო სვიტი და ყური აქვს ერთიდან მემორი და ცხადია აკაცია გაბადიებ თუ თელს ტრაჩალეს ახალში დიდხანს არ ცხოვრობ თუ ბიკი გაერგასებს შელაპარაკობასე კიდე იცი რა შევეჭნება მოხ გეგონება ერთი ამოსუნთქვით წერდეს ამ ყველაფერს რა კათების გარეშე რა და ეგრეთ უაკეთებ ეგრე აღარ გაგრძელო ანუ კათებით ჩაწერე რა თუ უყურებ ხა ვიდეოს კათებით ჩაწერე ხო რომ ანუ ჰაერი არ ყოფნის ზოგ რაღაცეებში და ეს ამოსუნთქვები ძალიან ცუდად ჩანს აი ეს და აი პაუზა მაინც არის საჭირო რა აი პატარა პაუზები თან ისე მინდა ეხლა რომ ჩავშლო ტექსტი მესმოდეს თან და მე გადავიკითხავ ერთი და ან ეხა მე მოყვარული ვარ მომენტი როცა ანუ უფრო აი როგორ არის იცი აი სიჩქარა არის ეგრეთ წოდებული სიჩქარით თაბაში რა ზოგჯერ ნელა ჩქარა flow რაღაც საშუალო და აი რო ხო ანუ რო შეყავს ხო აჩქარდება რაღაც ნელა არის კიდე რას გონს იღებს ხო და აქ სულ ერთი ტემბრი არის მუსიკაში კი აი ზუსტად და ისა რაღაც აი ზედმეტად 7 და რაღაც 7 ვაიბიანი ხო აი და მაგის გამო რა რაღაც პონჩი რითმებიც იკარგება რა რითმები არ მისმის ხოლმე რა რითმებიც და აი მოსაწყენი ხდება რა აი რაღაცა ხო ერთფეროვანი ნახე თან არის 4 წუთი რა ეს რო იყოს 2 წუთიანი კიდე შეიძლება ერთ სტილში 4 წუთი რო გინდა რომ კამანდა დააკავო შენი ტრეკით ერთი და იგივე არ უნდა იყოს უნდა კონდეს flow switch-ები და ხმის switch-ები არის მაგრამ არ შედის ისე როგორც არის საჭირო აი ზოგან ვაფშე არ არის საჭირო ეს რაღაც პონჩი პოხი ხმა და მანდამატებ და ზოგან არის საჭირო და იქ არ ამატებ ხომ იხდი რა სომფ რა ხვდებით просто რა ჯერ ნახოთ იქნებ მაინც ჯერ პირველი არის ძალიანაც არ უნდა შევაფასოთ კი არა ეგეც არის დამწყები არტისტია ეხა ეს გარშეურაცხყოფად არ უნდა მიიღოს რა პირიქით мотивация რაღაც ის უნდა მიიღოს და შენ ზედმეტად არა ნუ რა ქვია ხო არ თქო უბრალოდ ხო ბევრ რამეზე შეგვიძლია თვალიც დავხვეჭოთ ხო ეკი კი ეხა ბევრ რაღაცაზე ისედაც ხუჭავ თვალს იმიტომ რომ ვიცი რომ დამწყები არის რა ეს რო პროფესიონალი იყოს სხვანაირად ვიტყოდი და ეხა რა ხან დამწყებია შეიძლება ესეთი რაღაცები რომ გაიპაროს იმიტომ რომ მეც რო ვიყავი დამწყები მეც აი ისეთ რაღაცებს წერდი რომ ეხა რო უსმენ ან ეს ვაფშე მე როგორ ჩავწერე მეთქი რა მაგას ვიცახი რა და მე გირჩევ რომ რაც შეიძლება მეტი დაწერო მეტი ივარჯიშო და მე შენ თვითონ გაფილტრავ რა შენ თვითონ მიხვდები რა არის სწორი რა არის არასწორი ეგ არის ერთ-ერთი გზა რა და მეთანხმებით ხო ექსპერტი კი ბატონო გავუშვოთ და გავაგრძელოთ მაგრამ ვინარი ცხებილა ცუდი წას ვიცხები მშიერად მაგრამ გეგმავდი საიდან უნდა ყიდე ტელეფონს ვიდი პოვიდა სამსახურსა თავიდო და აროდოს მოვაი ზუკან მაგ ხელმებს აღარ მიყვეს ხორება თავა დასწავლის ზოგს ჭკუას მოხავს შვიდა და ზოგს ციხეს არასდროს ამიტომ რომ ვაფლა გადვაბიხადე მართლა არ გულეს მოდანსიე დღეს ვიცავზე მიყურებ ახლად მაოს მეძახის მაგრამ მე არ ვყიდით მომბას მომბა არ იყიდება პულზე პულის სოლვეთ პრობლემას მაგრამ უნავს იცარიელეს და სვიჩი გინდა კარიელი გარეთ ფექსახტიზმს ზიერად ვინმე გითხა რატომ ხარ ესე დინგაზე უბრალოდ ბევრჯერ ვუყურე მაგრამ მაგამ დროზომით ფიქრას კიბელის მომდა აი ხო ვაფშე ის მის რა ხო ხდები ბოლო სიტყვები თუ შენ და აი მე მესმის კი ჩაურებული ყველაფერი მაგრამ აი ტემპრი არის ზედმეტად 7 და წყნარი რა ხო ანუ სიტყვებია ისეთი რომ აი რა ბიტი უნდა გაგლიჩო შუაზე უნდა გახიოს რა რაღაც კონტექსტი კაია მართლა კაი ნამუშევარი ტექსტი არის და ანუ მა არ ემთხოვა იმ ტექსტს რაც უნდა იყოს რა აქ უნდა იყოს მეტი აგრესია და მეტი აი შემოვარდნები და ბექგრაუნდ საუნდები არის
ძალიან საჭირო ეხლა აი ესეთ ტრეკში რა, რომ უფრო საინტერესო გახდეს ეს თუ ერთფეროვანი გაქვს ტრეკი, მაშინ ბექგრაუნდები უნდა გქონდეს მრავალფეროვანი, რომ მაგითი გაახალისო ცოტა, თორე აი ერთი და იგივე რომ მიდის ესე აი ესე მიდის რა. ხო და წინდება რა. აი ხა წინა ვიდეოში მქონდა ისეთი ტრეკები რა, რომელსაც მისამღერი ქონდა ძლიერი და მისამღერის გამო უსმედი ამდენ ხანს. ამას მისამღერი არ აქვს, მისამღერი რო გქონდეს კიდე შეიძლება რომ მოისმინო რა, დიდი ხანი. და 4 წუთიანი არის ძალიან გაწერილი, ვერ დააკავებ ესე ხალხს ერთი და იგივე ფლოუთი, ესე ვთქვათ რა. ან არაფერი არ არის, აი ეგრე ვთქვათ. მეწილად მუსიკაში ასე ცდილობენ ბოლო პერიოდია, რომ რაღაცა გამოკვეთილი რაღაც ეგრე წუთებული აბზაცია რაღაც მომენტი, სადაც აი ტვინში დაგრჩება და გიტრიალებს და აი რავი, ეგეთი რაღაც დამამახსოვრებელი მომენტი ჯერ არ შემხვედრია. არც მე, იმიტომ რომ ტექსტი არის მის რა, თვითონ რაღაცა რომ დავამახსოვრდეს ხო უნდა გავიგო და არ მესმის, შეიძლება რავი, ცუდი ნაუშნიკები მაქვს თუ არ ვიცი რა. ჯერთან არის. არა მეც კაი მაქვს. კაი გავუშვათ. ვიღაჩიშით ვიღაჩურის მე გადავჭი იმიტომ რომ შიში და შური ამყარ ნახო იმასწავლი ცხოვრებას რომ მეორედი ვნახე მithoreba კედლები მოდის მე არ მეძე მოწონება პროლოგ კოდი და თუ სიმართლე კენას უკვე შენი საქმეა მოდის ჩემთან ხინად მეკითხებია რატომ არ გაქვს სიტყვა როცა ტანხინულია სიტყვა არ გამოვართვი ამ ქალაქმა მასწავლა კაც არ უნდა ენდო მაგრამ ის გიყიმის წინ შეგეულოდ განას გარტყავს სიტყვას გავსწრაფებდი და მოდი მიფრინავდა აი ამ მომენტზე ვიძახდე ძალიან გვიან როგორ? აი ამ მომენტზე ვიძახდე ეს შეყვანის უკვე ძალიან გვიან მოუწია მე 3 წუთზე მოხდა უკვე ხო რაღაც ცოტა ტონალობის შეცვლა და უკვე ძალიან გვიანი ხა ამ დროისთვის უკვე და დაგო გაქრაიუცებ გაიგეთ მისო და არ არსებობს საჩუქარი უფასოდ ყველაფერა მუშეძეთ ხუთუზე მე ვაკედები აზრ ქარჩი საგამოს უბანში რასაც მინო არაბუებს არამედ გახსენე სიხო გუში და ამ ხაბში სწორით აგიავი გეძმობა არ ეთქმის მამაღლა ბინგავიდა დროჟი და თოვემში და დაბართური არ მინდა გაბრაზება არ ზედმეტი სიყვა და არ მინდა პოლი ქავს უთხარი სულს ვეძებდი პოლი მოვა მიმა მაგრამ დაკარგა ვისწორებას ფრენები არბანანგელოზი ამჭირდება ფრთები თუ მიწამუნდა მიმიღოს მიმიღებს ეხები წინ შევდგები სანამ აქორცემს ხალს დავზრიდ მას ვიც არ გაისაგლა მე კომანი არ მაქვს it's fact აქ ნახე ჩაყლაპოს არ გაისაგლა მე კომანი არ მაქვს გაიგონე? არის ეს ანუ არაფერი არის ის უკვე ის ერთი ამოსუნთქვა ამოსუნთქვა ხო არ ყოფნის სუნთქვა და მაგბოჩი აი სუნთქვაც არა ეს სუნთქვაც რო იყოს ხო ძალიან ის არის უკვე მოსაწყენი ჯობია რომ აი პატარა პაუზა ამოსუნთქვა შენელება ტემპის შენელება ტემპის აჩქარება კი არა მე ბოლოს ვიტყვი რა რაც მომეწონა მაგლა ვინც მიყურებს ასე მოდამდეს დაბაიხედება მე არ ვსვი სიტყვას ვინც სიტყვა ჩემზე კონტაქტია მაგრამ არ ხარ ბოლომდე აღარ საერთოდ ეს რეალობაა მაგაცო ამშვიდობებაც ხო ეს რესპექტი კაი რა მომეწონა ეხა იცი პირველ რიგში ის მომეწონა რომ ესე სერიოზულად მივუდგა ეს ბიჭი ამას და ესეთი ვიდეო ჩაწერა კლიპი იმიტომ რომ მე ყოველთვის მინდოდა კლიპის გადაღება მაგრამ აი ისე მეზარებოდა დაწყება და რაღაც მოფიქრება და ეს იყო ყველანაირად კარგად შეფუთული კლიპი რა მარტო დასაფასებელი ის რომ აი მონდომებარი ადგენენ რაღაც დაგეგმილი ქონდათ ეხა ორე მარტო ერთი ლოკაცია ორი და სამი ლოკაცია არ არის და მთელი პირისის ერთი კუთხე მეორე ანუ ცდილობა ოპერატორის ნამუშევრიც ძალიან კაი იყო პლუს მანქანიდან რაკურსი ანუ ერთი რაკურსი არ არის რომ აი მარტო რო ტრიალებ და ან თვალსაც უხარია ტექსტიც ძალიან კაია, просто ეს რაც ვთქვი, ტემპის თამაში არ არის და ერთ ტემპრიანია ეგრე ვთქვათ და ძალიან ერთ ამოსუნთქვაზე არის მართლა, ანუ ვერ ასწრებ რომ მაყურებელმაც ვინც უსმენს რა, იმანაც ამოისუნთქოს. შეისვენოს, გაანალიზოს რა ზიალაბა, აი
ცხაპასყობით რო იწყოდნენ რა. ხო მოყოლი ლექსი ეგეთივე არის. ხო კი აი ზუსტად ეგრეა იქ უნდა მეთქვა მეც დანარჩენი ძალიან მართლა კაია, ძალიან ბევრი პოტენციალი ჩანს თამაში და იმედია აი მართლა ეს ბიჭო, პირველი არა. არ იქნება და ეს პირველია, მაგრამ იმედია უკანასკნელი არ იქნება. მე როგორც ვიცი 6 თვეა რაც რეპავს რა ეს ბიჭი და ძალიან კარგად დაიწყო ესე პროფესიონალად რომ მივიდგა ამ საკითხს და იქ მომეწონა რა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ძალიან დიდი განვითარების გზა აქვს, ესე მგონია. უბრალოდ ის შეცდომები უნდა გამოასწოროს, ასე ვთქვი. ეს რაღაც ძალიან კრედიკულად კი გამომივიდა, მაგრამ რაც იყო ის ვთქვი რა. ანუ არა მართლა ძალიან კაი გუნდია და მე მიჩვენია რომ პირდაპირ თქვა რაც არის სათქმელი რა. მეც ჩემსაც რო ესე პირდაპირ თქვა, უფრო გამისწორდებოდა ანუ რაღაც შეცდომებს რო გაიმახვილებინათ ყურადღება, რომ ის გამომესწორებინა რა. იმედი მაქვს, სწორად მიიღებს მაო ამ ყველაფერს და სწორად გაიგებ და გამოასწორებ აუცილებლად და გააგზელე არ გაჩერდე. გააგრძელეთ. მეტყვი ერთი კაცი და ორი კი. ამუშავარი არა, ძალიან მართლა კაი ამუშავარია და გადავიკითხავ, მაინტერესებს და შევხედავ მე რა. გადავიდეთ ახლა მეორე ტრეკზე. დაგიბრუნდით მეგობრებო, ახალი ტრეკით. ახალი რეპერი ყავს 13 და ეს ისეთი რეპერია, რომ დაგვჭირდა დამხმარე ძალა. ამიტომ დავიმატეთ მესამე კაცი. ფლეშ წარადგინე. ჩემი დამხმარე კოლეგა ისიც საფრანგეთიდან ჩამოფრინდა ჩვენთვის ასახმარებლად. ჩემზე სტაჟიანი არის და უფრო კომპეტენტური პიროვნება, გთხოვთ კეით. ამ საკითხში დიახ. გამარჯობა. მოგესალმებით. კეითი ხო, სწორად გავიგე. დიახ. ორი ფრანგი არტისტი, ორი ფრანგი სპეციალისტი შეაფასებს 13-ის Last One. როგორც ვთქვი, ეს არის DC. დავნახოთ. DC-ა ვისია, ნახოთ. Come here. DC-ა. Send me a message like location. I'm gonna come. Whatever you want, doesn't matter. Ireland, New York, Brooklyn, or Moscow. Doesn't matter. Patevieți, raise me UFC am belti, peri de ki mashira to ertqui, feeling shit sheina khchner goesmis, flows in baeva sametine baram de kleba shos saulet sudi aris kineba, harto bimichiros tidinits ameseine ba. აი წეღან რას თქვი რა. Mixing mastering აქაც გასწორებელია. მუსიკა დასაწევი ცოტა და თავისი ხმა ასაწევი და იქ კიდე გადასვლაზე რო ხმა შეეცვალა, ვაფშე მაგარი იქნებოდა. თქვენ რა სიტყვით? დაწყება მომეწონა ის happy bee სიტყვები და ანუ უფრო რაღაც ინტრიგას ტოვებს მართლა რა. გადასვლა, ხო. არა, დასაწყისი თვითონ ანუ happy bee სიტყვები და მართლა UFC-დან როცებ. ხო. დაუჯერებით, კაია. კაი, გავუგზავნოთ. შენაირი ვერ გაიქცარ მივეცი სიცხე ეგო დიდი გაქო კომპლიმენტი ბევრმა მითხრა ბევრი ვაჟი შვილი ანუ დისრესპექტი ბიზებს ნახეს უცხო მოყანჯამ დირალის ყოსა პირსა ბიფი გინდა განა ვისთან დონია კონტროლი ჩემთან უშეკნიდა შენი ხლაპი შკები ცდება მიზანს ოცნებები ხდება ჯასტი ნახავ დიცაც მე სულ ჰაიპში ვარ თუ გეკაიფები შეჩი ანუ კაიფში ვარ მე თუ სოლოს კუადებში ბევრჯერ გამივლია და კვერცხოდადებ მაღლა შეთბიდან ამოხტარო ამფიბია შენი ანა fake aggressive vitum that satana fake name no name look up xero gaxe no way underground pound for pound private here house background და გაკუნი კარზე ექიმი house ერთი წელია რემში და მაის თესლი around crowd ჩემ თუ შეინახე ჩემი crown ეგ არის წესით. ხო და ის წეღან რაც იყო რა, ერთი ამოც ვთქვით აქვს ძალიან ჩაწერილი. ქათებით ჩაწერეთ, რატო წვალობთ? გაკათე და ეგრე ჩაწერეთ. ზედმეტად მიყრილია რა, ანუ მართლა სიტყვები და ანუ შინაარსაც ვეღარ იგებ უკვე იმდენად ამიყრილი, რომ ხო, ეს ვერ გავიგე ვისდისავე და ასეთისავე. ალბათ მარტო თვითონ იცის, ან შიდა სასტავმა ეს სიტყვები რა, აზრი ამ იმის ვის მიმართ არის, ხო? ხო, ვის მიმართ არის, თორე ჩვენ ეხლა ვერც ერთმა ვერ მოხდით. კეით, ქალბატონო პროფესიონალო. აბა, რას გეტყვით? პირველ რიგში დავიწყებ ბითით, რაც ადევს ბექგრაუნდზე, მაგით დავიწყებ, რომ
ზედმეტად ხმოურიანია ჩემთვის. ზოგადად ესეთი სტილი მე არ მევასება. არ მომწონს, მაგრამ ხო, ძალიან ხმაურობს. თავიდანვე იმდენად ხმაურით დაიწყო, რომ უკვე რაღაცა აი ქაოსია და ორივე ჩაგასწორებთ, რომ ვერჯდი. წინა მხარეს არის გამოყვანილი ეგა. რა. როცა უნდა იყოს უკანა ფლანზე აი საუნდი თუ რა საუნდი ხო, მაგას ვამბობ. არ აქვს მუსიკას არანაირი დასაწყისი, არანაირი კულმინაცია. არის ერთფეროვანი, არის ერთი და იგივე რაღაცა აი დასაზომბებელ რიტმს ვეძახით მუსიკაში, მაგრამ ანუ ხო, მიდით და მე ვიტყვი. ძალიან ცუდი არ არის. ხო. დამწყებია, ხო? კი, როგორც ერთი წელია რაც. ხო, დამწყებისთვის ნორმალურია, მაგრამ რა ვიცი, წესით უნდა გაითვალისწინოს შემდგომ რეპებში, რომ თავიდან შესავალი და შემდეგ კულმინაცია საჭირო არის მუსიკაში, არ აქვს მნიშვნელობა ეს რეპი იქნება, კლასიკური მუსიკა, პოპი თუ ასე შემდეგ. ხო და ტექსტს რაც შეეხება ბოდიში კომპოზიტორთან, მაგრამ ხო, ტექსტიც ძალიან არეულია, აზრი ვერ გამოვიტანე, ერთმანეთთან სიტყვები საერთოდ არ არის კავშირში. და ხო, ჩემთვის ეგეთი რამე დიდად ვერა. ციტატები რაც მოიყვანა კიდე თუნდაც ვიფხისტყაოსნიდან სად იყო ეგ და რატო ჩააკვეხა ეგ ვერ მივხვდი, მაგრამ ხო, რიტმის მხრივ თუ ავითარებს თავის თავს, კიდე მესმის, მაგრამ ხო, არა, რეპში საერთოდ არ არის არც ერთი წინადადება ერთმანეთთან და წესით ცოტათი უნდა იყოს. ხო, არა, ზოგჯერ არის ხოლმე რეპში, რომ ფლოუს გამო ტექსტი კიდებენ, რომ ფლოუში ჩაჯდეს კარგად ლიშბი და ტექსტის უფეხაზე კიდიათ რა. მაგრამ აქ ისეთი ფლოუ არ ყოფილიყო, რომ მაგის გამო დაგეკიდებინა ტექსტი რა. და ეს ტექსტი წეღარას თქვი რა, ვიფხისტყაოსნის ციტატა რა ქონა მოტანილი, ვაფშე ამოვარდნილი იყო და მაქამდეც ერთმანეთში არ ჩნდა, ანუ გადასვლები ისე უნდა იყოს ჩამშრალი ტექსტზე, ბარიდან ბარზე, რომ ანუ მიყვებოდეს ერთმანეთს და არა ალთას და ბალთას რა, ესე ვთქვათ რა. ხო, ნუ ეხა წუთი და 23 წამისთვის flow switch-ებს არ სველოდი იმდენად. და ერთფეროვანი რო იქნებოდა ვიცოდი, იმიტომ რომ DC-ა და DC-ის კლასიკური მიმდინარეობა არის ერთფეროვანი და კლასიკურ მიმდინარეობაში ჩაჯდა, მაგრამ ხმა არის მის mixing mastering-ი გასწორებელი, ტექსტი არის შესასწორებელი, რაღაც გადასვლები და ნუ ბევრი სამუშაო მოკლედ, მაგრამ რახან დამწყებია, დამწყებისთვის კარგი ეტაპზეა უკვე მისული რა. შენ რა სიტყვა Flash? მეც ორივეს დაგეთანხმებამ ჩემი აზრი გამოხატეთ რა. ხო. მაშინ თან ჩემი აზრით უკანა ფონზე მყოფი მუსიკა წინა ფლანგზე არ უნდა გამოდიოდეს. ანუ ხმასთანავე უფრო სამუშაო და ეგრე ვთქვათ მონტაჟზე. ხო. პირველ რიგში მიყრა არ გვინდა, ანუ როგორც ხაპას ყოფით, რომ რავი, როგორც თქვი წინაზეც ხაპას ყოფით არ უნდა მივაყაროთ. ну, ჩვენთან საფრანგეთთან შედარებით, კაი დონეა მაინც. კაი, გადავიდეთ ახლა მესამე ტრეკზე. დავიწყოთ მესამე ტრეკის რეაქტი მეკბრებო. ახლა გვაქვს არ მოიწყ. სიპერას ფერები. იგივე /ფერები. მზად ხართ? რა თქმა უნდა. მესამე, ოჩახ, დავიდა, დავიწყეთ. Let me share passe Flash. ვიცი თქვენი გარემოსთვის არ ვარ შესაფერისი და რამდენი ხართ მუქი ლურჯი გამაჩნია მხალი ფერი რუტინისტი გაუყალა გზაზე დაიბნა და ამდენ ტაივანში მაინც კარბონი ვარ ფაიბა ან მე რა მაქვს თქვენი თითით მისაკეთებელი ერთმანეთს გადაებით მჭიდროთ ერთი შაიბით და რაც არ მიზიდავდა იმას არ მოკიდე ხელი ბინძურები ვერ გამსვრიან ბანალური ვაიბით თავარია ბიჭო ჰუიოვანაბი არც კი ცადო არ ეძებო თანაც სწორი არავინ ყველა სიტყვა მესმის ჩემი გამგონია განავინ მე თუ სხვა ვარ ყველა სატომ უნდა ვიყო გადაფი
მე და შენ ერთმანეთის რადიკალით სადამიწა მაქსიმალი სხვაობებია დათი და თვისებებით და თუ ეს სამყარო ბარბილენდად გადაიქცა მთავარ როლში იქნები ფერია ბიჭი გლიტერებით მუღამს ვერ მიჭერში ზოიდების ბანდა იყო განსხვავებაღო და თავიდანვე ჩანდა რომ იზიდავდა ყველა ვინც ნათელი შეიფარდა და არასახე რომელსაც შეუსაბამეთ ფარდა უკვე რა ხანია არ მიზიდავს არაფერი გაგანია პირფერებში სიყალბე ხომ თავარია ძლიერი მაგული ტყვიასავით თამტანი და მე სუეძებს სითბოს და მე რა რომ ზამთარია დათო დაგეგანა ფერები მაინც შეთან მოვალ მოგეფერები მე შენ დათო აღარ გიძლებს წერები მაინც შეთან მოვალ მოგეფერები ისე დათო მოგასწინე იმდუმალი მერები შენს გულს ანგები თვეფერები და რომ სამიჯახდეს ვაგუნები სევრები მაინც შენთან მოვეხედები რაღაც მისამყერი არის რაღაც აი რავი ძალიან ჩამთრევია რა ამ ყოლი და რაღაცა დასამახსოვრებელი ხო ანუ ყველა ნიუანსები რაც წინა ვიდეოებში იყო აქ იმ რეპებში აქ იმ გამოსწორებული ანუ შესვენებებიც არის ელემენტარული რომ გაიაზრაზე იდის აზრიანად მიდის აი რავი Carbon 5-ზეც მაგრამ მომეწონა ანალოგია. მე ის მომეწონა who you wanna be აი ეგ ნაწილი ძალიან. ინგლისურში ვაკეთებ ხოლმე ძალიან მეოსება რა და თუ კარგად გადაყავს და ხარისხიანად ვაფშე მაგარია. ხო და თან კლიპიც ძალიან მომწონს რა რამოდენიმე სახალისო მომენტიც იყო ის მიშას რო აწება ის ბიდა. გავისო. კეით რა სიტყვი? აი თუ როგორც წინა რეპზე აღნიშნე რომ საჭირო იყო შესავალი მე კულმინაცია ზუსტად ეგ არის და თან პლუს მისამღერში ბჭყალებში მელოდიური ხაზი აქვს და ეგ ყველაზე მეტად მომწონს რეპში. დიდად ქართული რეპი დაინტერესებული არასდროს არ ყოფილი ვარ და დიდად ქართული რეპის მსმენელი არ ვარ. თქვენ ფრანგულზე ხართ ვიცით. თუმცა რა ვიცი, ხარისხიანი რეპია. ну მუსიკა ხარისხიანად შექმნილი კარგად ნაფიქრი ჩანს და იმ კლიპზე მე რა მომწონა ერთი ტექსტზე ხო აი full screen-ზე რო არის ეს მოჭრილი რო აქვს ემოთა ნაწილები რა აი არ მომწონა რაღაცა ეგ ხარვაზე არ უნდა კონდეს წესით რატო დღეს ეგეთი არა მან ეგ რა ქვია რეზოლუცია ხო იმისთვის არის უყურე რომ ფოკუსირება მოახდინო ყველაფერს ხო ანუ რაღაცანი აი ფილმის მასტოვებს შტაბეჭდილებას ხო ანუ ფილმებში მსგავს მე მეშინა აი ხო სიუჟეტ ხო ზაფზი სიუჟეტიან ფილმებს რო აქვს ხოლმე რაღაცა ეგეთი რეზოლუცია აქვს და რავი ძალიან მოწონთ სხვათა შორის დღესდღეობით ეგეთი რაღაცები ბევრს ძალიან მოწონს შესაბამისად მაყურებლის მოსაზრებით ძალიან კარგი რეზოლუცია. ეგ კარგია. დავაი შეუშვათ. აი ეგ მაგას ახლა YouTube-ზე უჭველი გაქვს ჩართული ისა ნათება. კი. ხო აი მაგის გამო არის ეგ წითელი. მაგის გარეშე უფრო ლამაზად. შავი იყოს. ასე არ ვარ ეგ როგორ უნდა გამორთოს იმას რო გითხარ ასე რომ იყოს ეს. და გავაქცევთ მოდი ეს. წავიდა. დათო დაგეგანა ფერები მაინც შეთან მოვალ მოგეფერები მე შენ დათო აღარ გიძლებს წერები მაინც შეთან მოვალ მოგეფერები ისე დათო მოგასწინე იმდუმალი მერები შენს გულს ანგები თვეფერები და რომ სამიჯახდეს ვაგუნები სევრები მაინც შენთან მოვეხედები და ბოლო ბრბოზე მოვასწრებდი იმის თვალს რომ თქვენი აზრი გავაყოლე მათაშევის რკინი გზას ან არა უფროსი მიუხედავად იმისა გასწავლიან და მორჩილებას ქაღალდის დარკინისა თვალი მიმიკამ თუ გამაყოლა ბინიდან რაც გინდა ის და მიზახევე მისატანთან მივიტან გვალი ტივიდან თუ ზეციური კიბიდან მომინდება ავტობუსი გავაძრე ხურდა ჯიბიდან და ვინც გამოიარა მთები წარმატება ბილიკზე მე მწვერვალებზე ვრჩები მე ისევ სალამდეც მოგიწდება ფრთები რამდენიც დაგჭირდება დაგელოდები მე ისევ მოგიტან სოფებსა და ბარებს მოუყვები ამბებს ვარსკვლავებს და მთვარეს და თუ ამოგარჩიეს ამათ შორის რჩეული შეასრულე მისი არას თუ დაგიბარეს დათო დაგეგანა ფერები მაინც შეთან მოვალ მოგეფერები მე შენ დათო აღარ გიძლებს წერები მაინც შეთან მოვალ მოგეფერები ისევ დათო მოგასწინე იმდუმალი მგერები შენს გულს ანგები თვეფერები და რომ სამიჯახდეს ვაგუნები სევრები მაინც შენთან მოვეხედები დათო დაგეგანა ფერები
წყნარი დასასრული. საო რა. აი ეს მართლა. ან თავის დასასრული. იმენა კინო რა. რაღაცა ეგეთი პონტი რა. ძალიან მომეწონა რა. ყველაფერი კარგი იყო. თავისი კლიპით, ერთი თავისი. მინუს. ისე ხარ, ნუ არაფერი ის. თვალი. ეგ არის, ეგ ვიდეოში დაემართა. გაფრენკეს რა. ელსის ვიდეოში გაფრენკეს და თვალში გაარტყეს ის რო უშვებ და კამფეტებს რო ის რაღაცებს რა. ფურცლებს პატარებს და თვალში მოხვდა და მოგიტო ესე. მაგრამ რა ვიცი ზიპერის ნაირ ადამიანს ეგ როგორ დაემართა? როგორ შეეძლო ანუ მაგ მდგომარეობაში ეგეთ კლიპის გადაღება ცოტა რა ვიცი ან რატო არ გადადო რა უყურებით გამზადებული ნუ გქონდა. ეხლა ეს რეპერულ სტილში ჩანს რა და რეპერულ სტილში მოსული ეგეთი თვალი თვალი. კი არ არის ახლა რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცნაირად მე რაღაც მაშინ მომეწონა ანუ ესე რო ქონდა თვალი რაღაც მაშინ მომეწონა ეგეც. ნუ ორიგინალური ხო რა ეგეთი თვალი არავის არ მაგიც ხალხს იზიდავს კი ყველაფერი გათვლილი ხო რა მე ძალიან მომეწონა თქვენ რა სიტყვით მართლა კაი იყო. ყველაფერი იმენა კლიპი შესრულება ვინ ეძახის ამ კაცს არაპროფესიონალს ერთი დამანახით რა სულთა პროფესიონალია იმენა პროფესიონალად აკეთებს ყველაფერს რა უნებრივია და არავისთან არ სჭირდება ნიღბის მორგება და მაგიტო აი მალადეც დამაჟრი დამაყარა უწყლის ხო ამითი დავამთავროთ მაშინ დღევანდელი ეპიზოდი ვისაც გინდა თქვენი ტრეკები რო დავარეკთო გამიგზავნოთ Instagram-ზე Instagram-ის ლინკი იქნება აღწერაში და ვისაც გინდათ პატარა წახმარება და subscribe-ეთ ჩემი ჩანელი და ლაიქეთ და არის ასევე რა ქვია იმას ბიჭო დონაციის ლინკი აღწერაშიც არის და ვისაც გინდა გამითარება ასევე შემოდით იმაზე და ჩაადონატეთ პაცა ლალარობით ხო თქვენ რა სიტყვით დაიმშვიდობეთ ახლა ლობა მინდა გადავხადო მაყურებელს კონკრეტულად თან იმ ხალხს ვინც ვიდეოები გამოგვიგზავნეთ და გთხოვეს შეფასება ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება ის სრულყოფილი და რეალური ის იყოს რა ქვია ხო რა რაც კომენტარები და შეფასება რა კრიტიკოსები არა ვართ რა ჩვენ ვართ რეალისტები რასაც ხედავთ იმას ვიძახთ არის რაღაც შეფუთვები არ გვევასება რა ხო და დავარი არ მიწყინოთ და მიიღოთ როგორც мотивация თუ რამე ცუდი თქვი კეით რა სიტყვი წინასწარ ბოდიში კომპოზიტორებთან ვწადებ მე კომპოზიტორებად მოვიხსენი არტისტებად მოიხსენე საფრანგეთში ვიცი რომ კომპოზიტორები არიან მაგრამ ჩვენთან საქართველოში არა საფრანგეთში არა გლეხები არტისტებს ვიცი მუსიკა მე ცოდესღაც გლეხი ვიყავ ამიტომ ხო არა უშავს ხო ვინ ზოგადად მუსიკას ქმნის აი ეს არის იმას ქვია კომპოზიტორი შესაბამისად მაქვს უფლება დავუძახო კომპოზიტორი კი არა ყვილად არ ახარ სპეციალისტი მოწვევა დოქტორანტურა აქვს დამთავრებული წინასწარ ბოდიში უბრალოდ მე მგონი გვაქვს თავისუფალი სიტყვის უფლება კი ნამდვილად როგორც მსმენელი ისე ვაფასებთ პირადული არაფერი ცუდი არა არა ვართ კრიტიკოსები უბრალოდ ჩვენსაც გამოხატავთ ყველა მუსიკაზე ნამდვილად კაი დავასრულოთ დაალექეთ გამოიწერეთ და კომენტარეთ როგორ გამოვითაროთ არხი აბაჰე